თავი 24. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები. ხოლო მან პასუხად უთხრა მათ: ხედავთ ყოველივე ამას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესომ მათ პასუხად: გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეზრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს შობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცდუნდებიან ბევრი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდის დამთბენი გადარჩება. ეკადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელ მსოფლიოს ყველა ხალხისათვის დასამოწმებლად. აი მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილძეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, წამკითხველმა გაიგოს, მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ. ვინც ერთოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღები რომ არ შემოკლებულიყო, ზეხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ ვინმემ რომ გითხრათ, აჰა აქ არის ქრისტიანიკო, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულით შეაცდინონ თუ კი შეძლებენ. აჰა წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გითხრან, აჰა ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის დის მოსვლაც. სადაც ლეშია, იქ ორბებიც გროვდებიან. და მყისვე გასაჭირის იმ დღეების შემდგომ ზედაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს. ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის დის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს 4-ვე ქართაგან, ცათა კიდეთაგან, მათ კიდეებამდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი. როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადავა ეს მოდგმა, დღე ყოველივე ეს არ მოხდება. ცადა დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის დის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება კაცის დის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ, სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც
მზად იყავით ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძეკაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის, იგვიანებსო ჩემი ბატონი და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ იცის. შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცევთან დაუდევს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა.